არსებობს ჭარბწონასთან ბრძოლის უამრავი მეთოდი, თუმცა ადამიანები ყოველთვის მარტივ გზას ეძებენ, რომ სასურველ შედეგს რაც შეიძლება ნაკლები ძალისხმევით მიაღწიონ. დღეს ჩვენ წონის კორექციის ერთ-ერთ მეთოდზე ვისაუბრებთ. გადაცემაში სტუმრად მოვიწვიეთ ჭარბი წონის და სიმსუქნის მკურნალობის კლინიკა ველესის დამფუძნებელი, კვების ფსიქოლოგი თამთა ჭურაძე და ლექსო ბუთიაშვილი, რომელმაც არც მეტი და არც ნაკლები 35 კილოგრამის დაკლება შეძლო. მოგესალმებით თამთა, ლექსო. ძალიან დიდი მადლობა. ის რაღაცა მეც ამ ბოლო კვირის განმავლობაში შევნიშნე, რომ ჩემს სასწორზე სამნიშნა ციფრი გამოჩნდა და ესე იგი არ მომწონს მესამეს რო ხედავ უკვე მაწუხებს და ლექსო, მინდა ვკითხო პირველი კითხვა, რამდენ ხანში მოხდა ეს კლება მაგალითად 35 კილო, აი რა პერიოდი დაგჭირდათ დაახლოებით? 6 თვე დაგჭირდა ამისთვის ზუსტად რომ ეს წონა დამეკო. როდესაც იყავით ძალიან მაგარი შედეგი გაქვთ, პირველ რიგში გილოცავთ და როდესაც იყავით 35 კილოგრამით მეტი, ჯანმრთელობის პრობლემები თუ ჰქონდათ? იყო ბევრი პრობლემა, მათ შორის იყო ასევე ჯანმრთელობის პრობლემაც. რეალურად გამოხატული იყო სისუსტე, ზოგადად ანუ მოდუნებული და ესეთი მოშვებული ცხოვრების წესითაც ვცხოვრობდი. ადვილად დაღლა რა თქმა უნდა. დიახ, ადვილად ვიღრებოდი, მაწუხებდა ხშირად, ანუ ფეხების პრობლემა მქონდა. მე სხვადასხვა წამოგიღეთ შარვალი, რომელსაც ვიყენებდი და შემიძლია გაჩვენოთ თვალსაჩინოს. დაგვანახე შარვალი. ეს არის აი ალბათ ეგ არის ხოლმე ყველაზე მაგარი მომენტი, რომელიც შეიძლება ამას მოსდევდეს ამ შედეგს ხა. ერთი ადამიანია ამოვარდნილი შარვლით და ნამდვილად. როგორ მიხვედით ამ ეტაპამდე და რა დიეტებს მიმართავდით? არაერთი მონოდიეტა მიცდია იქამდე სანამ მივიდოდი კლინიკა ველესში. ხშირ შემთხვევაში ანუ იყო ხოლმე რომ ვშიმშილობდი რეალურად რაღაცა პერიოდის მანძილზე, წონის კლება ხდებოდა, რა თქმა უნდა, ბევრი სტრესის ფონზე, მაგრამ როგორც კი ამ შიმშილის პროცესს ვანებებდი თავს ამ მონოდიეტების დროს, იწყებოდა მატება ჩვეულებრივ და იმაზე მეც ვიმატებდი რეალურად, სანამ დიეტამდე წონა მექნებოდა. რა მეთოდები შემოგთავაზა კლინიკა ველესმა, როცა მიმართ მას და რა იყო ახალი და განსხვავებული ეგრეთ წოდებული ტრადიციული ან კლასიკური მიდგომებისაგან თქვენთვის? კლინიკა ველესში მისვლის შემდეგ, მას შემდეგ რაც გამაცნეს ზოგადად რა ტიპის გამიდგომა რომ მეთოდები ექნებოდათ. როდესაც გამაცნეს, იდეაში ცოტა გამიკვირდა სიმართლე რომ გითხრათ, იქიდან გამომდინარე რომ კვებას საკმაოდ ესეთ მრავალფეროვანს და საკმაოდ მსუყეს მთავაზობდნენ. თავიდან რაღაცა ცოტა ეს ორჭოფობის პერიოდი ნამდვილად მქონდა, იმიტომ რომ რაღაცა თითქოს ვერ წარმოვიდგინე იმდენი შიმშილების ფონზე, რაც მე გამოვლილი ქონდა, ეხლა როგორ უნდა მეჭამა და დამეკვო წონაში, ცოტა ამის გაგება გამიჭირდა. თუმცა შემდეგ რატომაც მომწონს უფრო მეტად არის ის რომ ფსიქოთერაპევტთან გასაუბრების შემდეგ ანუ ყველაფერი რაღაცა ისე დაალაგდა, შემდეგ ჩაერთო ენდოკრინოლოგიც და მივხვდი რომ რეალურად ეს პროცესი ძალიან შედგენილი, ნაფიქრია, გამოცდილია და საკმაოდ ეფექტურიც აღმოჩნდა ჩემს შემთხვევაში. მულტიფუნქციური ჯგუფი მუშაობს პაციენტებთან, უშუალოდ უკვე ვკითხოთ პროფესიონალს და დამფუძნებელს, რა არის მთავარი მეთოდი და პრინციპი თქვენი წარმატების? მნიშვნელოვანია ზუსტად ის, რომ პაციენტთან მუშაობს რამოდენიმე სპეციალისტი, რომელშიც ჩართულია ექიმი, ენდოკრინოლოგი, ფსიქოლოგი და მასაჟის სპეციალისტი. მთავარი როლი მაინც აქვს ენდოკრინოლოგს და ფსიქოლოგს, რომელიც 6 თვიანი კურსის ფარგლებში მუდმივ მონიტორინგს უწევენ პაციენტს და მუდმივად, ანუ ორ კვირაში ერთხელ ვიზიტებით, მუდმივად, ანუ აკონტროლებენ პაციენტის წონას, აძლევენ დამატებით რეკომენდაციებს და ეხმარებიან წონის დაკლებაში, რომ ეს წონის დაკლება იყოს რაც შეიძლება კომფორტული. იმიტომ რომ ჩვენ ხომ უნდა შევინარჩუნოთ შემდეგ ეს წონა, ხო? კი, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მკურნალობას ვიწყებთ გამოკვლევების საფუძველზე, ანუ გვაქვს ლაბორატორიას და გამოკვლევების პასუხების შემდეგ უკვე ექიმი ინდივიდუალურად ყველა პაციენტს უდგენს იმ კვების რეჟიმს, რის წესს. ერთია რომ შედეგს მივაღწიოთ და მეორე არის ის რომ შედეგი შევინარჩუნოთ, რაც ძალიან რთულია დამეთანხმებით. კი, პირველივე დღიდანვე მუშაობთ ჩვენ იმაზე, რომ ეხლა რასაც ვიკლებთ, ეს არის იმისთვის, რომ თქვენ ეს შეინარჩუნოთ. ყოველი დაკლებული კილოგრამი. ისე ვიზიტები ბევრი ჭირდება, მაგალითად თქვენ კლინიკაში, ხო, ანუ აი თვის განმავლობაში თუ რაღაცა ინტენსიური საჭიროა თქვათ კონსულტაციები, მე მაინტერესებს, იმიტომ რომ ბევრს აინტერესებს თავისი დროიდან გამომდინარე, რამდენად
დრო იხარჯება პირობითად აი ამაში დახარჯვას ვერ დავუკვირთ. აი ამ კურსის ფარგლებში გვაქვს 10 ვიზიტი ექიმთან ჯამში, 10 ფსიქოლოგთან და გაწერილია ორ კვირაში ერთხელ. შესაბამისად, მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, ვუთანხმებთ ამას პაციენტს და პაციენტს რა დროსაც აწყობს, ბუნებრივია ისეთ დროს ეწერება, მათ შორის შაბათ დღესაც ექიმთან და ფსიქოლოგთან. სატელეფონო მხარდაჭერა თუ შედის ამ კურსში? სატელეფონო მხარდაჭერა შედის, რა თქმა უნდა, კი, იმიტომ რომ შეუძლია ნებისმიერ დროს დაურეკოს ექიმს და ნებისმიერ დროს მიიღოს ის რეკომენდაცია, რაც მას სჭირდება. თუ არის რაღაც კომპულსიური ქმედება, რომ უცებ მომინდა ეხა რაღაცა და ამ დროს ცხელი ხაზი მშველის მე, ხო? პირობითად არსებობს ასეთი მიდგომა, რომ აი ახლა ეს მინდა და აბა მიშველი რაღაცა ბურგერისკენ არ გამიქცეს, ხო? ეს კარგია. ძალიან მაგარია ეს ამბავი და მე მაინტერესებს რა საკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი. აი ბავშვები მაგალითად მოზარდებშიც ძალიან სერიოზული პრობლემაა დღეს ჭარბი წონა. 5 წლის ასაკიდან უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია არა, მოვიდეს. მაგარია 5 წლის ასაკის ბავშვთან და 5 წლის ასაკის ბავშვსაც ფსიქოლოგი და ბავშვთა ფსიქოლოგი მუშაობს ბავშვების ასაკზე და ბავშვთა ექიმი ენდოკრინოლოგი, ზრდასრულებთან მუშაობს, რა თქმა უნდა, ზრდასრულების სპეციალისტი. და პატარების და მოზრდილების შემთხვევაში იქვე თუ გაქვთ სერვისი, რომელიც მოიცავს წინასწარ კვლევებს და რა კვლევები არის საჭირო ეს რო გავაცნოთ. რა თქმა უნდა, ლაბორატორიული კვლევები utardeba აუცილებლად ბავშვებსაც. ძირითადად კეთდება ადგილზე გვაქვს კი, არსაწასვლა არ უნდა, ერთ სივრცეში იღებს ყველა მომსახურებას. ძირითადად ვატარებთ, რაც კურსში შედის, აი ამ 6 თვიან კურსში. თუ რაიმე დამატებითი ანალიზი არ გახდა, ხო საჭირო? ძირითადად შედის გლუკოზა, ინსულინი, TSH და ჰომა ინდექსი. ხო, მე მაგალითად ჩემ სიმაღლე წონასთან მიმართებაში ამჟამად მაქვს დაახლოებით ალბათ 10 კილოგრამით უფრო მეტი, არ ვარ ჯერჯერობით სუკნების კატეგორიაში. ანუ ზონაში არა ხო, ხო, ჭარბი ზონის კატეგორიისკენ ვიხდები და მაწუხებს ეს ბუნებრივია, მაწუხებს და თქვათ არა 35, არამედ 10 კილო მაქვს ჭარბი, ხო? ამ შემთხვევაში 6 თვიანი პროგრამა თუ რაღაცა მოკლე კურსი გაქვთ ორ კვირაში, ანუ მინდა რომ მოვიდე ფორმაში დაუშვათ და რაღაცა რეკომენდაციები მივიღო. აი ასეთი ადამიანებისთვის 3 თვიანი კურსი გვაქვს, იმიტომ რომ 3 თვიან კურსში 5 ვიზიტი შედის სპეციალისტებთან, 5 ვიზიტი დამიჯერეთ არ არის ბევრი. ხო, შესაბამისად არც ცოტა, როცა 10 კილო არის დასაკლები, ხო და აბსოლუტურად საკმარისია, რომ ჩადგეს ადამიანი ფორმაში გაცილებით მოკლე დროში. კვების რაციონს რომ დავუბრუნდეთ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი. როგორ ხდება ამ რაციონის შედგენა? აუცილებლად ხდება, რა თქმა უნდა, ლაბორატორიული კვლევების გათვალისწინება, აუცილებლად ხდება, თუმცა აუცილებლად არის შეთანხმებული პაციენტთან, იმიტომ რომ არის რაღაც პროდუქტები, რასაც პაციენტი საერთოდ არ ჭამს და არ იღებს და თვლით რომ ჯანსაღია, ხო? თუნდაც იგივე შეიძლება რძის პროდუქტი იყოს ან რა. ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი ალბათ მაინც ითით რომ არის ცილა, ხო, რომ თქვა პაციენტმა წონაში ჯანმრთელად დაიკლოს, თქვა იყოს თქვა კუნთი ჯანმრთელი, ანუ და ასე შემდეგ, ხო? თუმცა არის ადამიანი, რომელიც თქვა ვეგეტარიანელი და საერთოდ ცილას არ იღებს, ხო? ესეთ შემთხვევაშიც კი ინდივიდუალურად უდგებით და მასზე მორგებულ მენიუს აძლევს სპეციალისტი. გათვალისწინებულია იქ მისი ცხოვრების წესი, სამსახური, ფსიქოსოციალური აქტივობა მისი, ფსიქოემოციური მდგომარეობაც, კი ბატონო, ფიზიკური აქტივობაც, ანუ ყველაფერი გათვალისწინებულია. ანუ პრინციპში ისე რომ ადამიანს დარღვევა აღარ მოუნდება, ხო? იმიტომ რომ ვიცით რომ აგრძალული რაც არის, თუ გინდა რომ რაღაცას მიეპარო, შეჭამო და აი შენც რო გითხრა ორი სიტყვა, თუ გაქვს ხოლმე იმის სურვილი რომ სიტყვაზე აი არ არსებობს, რომ ეხლა ესე წახვიდე და ერთი სიტყვაზე ერთი თვე, ორი თვე, სულ ერთი და იგივე რაღაცა შეჭამო, ხო? აი დარღვევის სურვილი თუ გიჩნდება. არის ხოლმე დღეები, როდესაც ანუ ჩვეულებრივად ვაძლევ თავს უფლებას, რომ მივირთვა ყველაფერი ის, რაც მე მსურს. მაგრამ შემდეგ ვაგრძელებ უკვე ჩვეულებრივ ამ ჩემი კვების რეჟიმს. მედიკამენტების ჩართულობა რამდენად მნიშვნელოვანია? ხო, ან დანამატებია რაღაც ეგეთი. მედიკამენტები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი აქვს პაციენტს რაიმე დარღვევები, იგივე ჰორმონალური დარღვევა შეიძლება იყოს ინსულინორეზისტენტობა, ანუ ის რაც სამედიცინო ჩვენებიდან გამოდრა მხოლოდ არავითარია. არავითარი დანამატები, არავითარი პრეპარატები და თუ კი არის კვებითი, ესე რომ ვთქვათ, დამოკიდებულება, აი მაგალითად შოკოლადზე ან რაღაც თქვათ რომელიმე საკუთარ მიჯაჭვულობა, ხო? მიჯაჭვულობა უფრო ალბათ, ხო? და არასწორი კვებითი ჩვევა. აი მაგალითად ხილი, რომელიც სულ არის და მიდიხარ და იღებ ავტომატურად და არც იცი ეს გინდა თუ არ გინდა. ზუსტად ამაში ეხმარება ფსიქოლოგის კონსულტაცია და ფსიქოლოგის კონსულტაცია, რომ დამოკიდებულება შეცვალოს ადამიანმა და სწორი დამოკიდებულება ქონდეს, იმიტომ რომ ზომიერი რაოდენობით როდესაც მიიღებს, ეყოფა კიდეც ხო, მან დაკვირვება მე მქონდა ჩემ პირად გამოცდილებას მოგიყვებით რაღაც პერიოდში ძალიან კომპულსიური ვიყავი ქმედებებში კვებასთან მიმართებაში და ეხლა სახელს ვერ დავასახელებ ერთ-ერთი პოპულარული ბატონჩიკები რომ არის შოკოლადის და ანუ იმდენად
ვკაიფობდი ამ სიამოვნებით ეს ჩემი შინაგანი რაღაცა სითხოვდა რომ მაღაზიის დახთან რო ვიყიდი თქვა 10 ბატონჩიკს აქედან იქვე ვხსნიდი პირველ სიკვიცხებდი მიღებას და სახში ვაგზელებდი და აი ეს იყო რაღაცა წარმოუდგენელი სიამოვნება და მე რო დავაკვირდი რომ ეს რაღაცა ორი კვირა გაგრძელდა და ეს სიამოვნება არ ფთავდება გავიარე ზუსტად კონსულტაცია ფსიქოლოგთან რომ მაინტერესებდა მე თვითონ. სასწორზე რო დადექიდა რომ არა, ნუ სასწორი აქ მეორე ხარისხოვანი. ხო, ნუ ეხა ნუ მაგარ თვითონ შეგაწუხათ აი ამან, ხო? ეს იყო დამოკიდებულება, რასაც ყოფილა. იჯაჭულობა იყო ტოტალური თავის გამოვლინებები. დამოკიდებული ადამიანი ვარ ზოგადად მე და მიყვარს რაღაც ესეთი. რაღაცებზე დამოკიდებული. რა თქმა უნდა. ანუ შოკოლადი გადაგაგდებინეს. ხო და შოკოლადი გადამაგდებინეს და თერი მუღამი ზუსტად ის იყო ამ გადაგდების პროცესში, რომ ჩემ მოქმედებას დავაკვირდი. დავაკვირდი იმას, რას ვანხორციელებდი ნებისმიერ ინსტინქტურ დონეზე ამ სიამოვნებიდან გამომდინარე. როგორც კი დავაკვირდი მეორე დღიდან ეგ გაქრა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის, საოცარი შედეგისთვის. წარმატება თქვენ და ნამდვილად რაღაცა ისეთი ამბავია, როცა შედეგს ხედავ შენ როგორც პაციენტი და როცა თან მონაწილე ხარ ამ შედეგის სტიმული ორმაგდება და გამორიცხულია ალბათ რომ ოდესღაც ეს ასე ვთქვათ გზა მიატოვოთ წარმატებას გისურვებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ნახეთ, 3 წელია ინარჩუნებს შედეგს. ძალიან მაგარი. ხო, ანუ 3 წელი საკმაოდ დიდი პერიოდი. კი, საკმაოდ დიდი პერიოდი. 2019 წელს დაასრულა. და თქვენთან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი. ანუ ეს 6 თვეში დასრულდა და всё, მას მერე ამიტომ არის ყველაზე ძალიან საინტერესო რომ ისი შემთხვევაც რომ ის ინარჩუნებს. ხო და უნდა დავასაჩუქროთ კოტე ესეთი სტუმარი. თქვენს მაგიდაზე და არაჩვეულებრივი კრებული D ვიტამინის კოტე რა ორ ახდება ამ D ვიტამინისიო? ანუ ორი ფორმა აქვს გამოშვებისო რა, როგორც გესიამოვნება ისე მიიღეო, თან კარგი კომპანიის მიერ არის წარმოებული და თან ზამთარში საჭირო D ვიტამინსაც შეიცავს დიდი რაოდენობით და იმუნიტეტსაც წაადგებაო. ეს სიმბოლური საჩუქარი ჩვენი ოქროს სპონსორი გადმოგცემთ ამ პრეპარატს, ეს არის ვიტაფეროლის სუფთა D ვიტამინი 2 სხვადასხვა ფორმის. წარმატებები და მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა.